ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ჰილარი კლინტონის განცხადება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს განსაკუთრებით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმების თვალსაზრისით, რამაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების სრულყოფილა დემოკრატიული გადაცემა მომდევნო 2012-2013 წლების არჩევნებში, პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ისევე როგორც ბოლო პერიოდში დასავლეთში გამოთქმულმა სხვა შეფასებებმა საქართველოს შესახებ. არის თუ არა შეცვლილი შეერთებული შტატების და ევროპული სახელმწიფოების ლიდერების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მოახდენს თუ არა ზეგავლენას ბოლოდროინდელი განცხადებები ხელისუფლების გეგმებზე და რა მიზნები აქვს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს. პირდაპირ საუბარი დღეს გიორგი მარგოლაშვილთან გვექნება. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, გიორგი მარგოლაშვილია ჩვენი სტუმარი. გიორგი, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განსაკუთრებით საარჩევნო კანონმდებლობის სფეროში რეფორმების განხორციელებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების სრულყოფილა დემოკრატიული გადაცემა მომდევნო 2012-2013 წლების არჩევნებში. ეს განცხადება გააკეთა ჰილარი კლინტონმა რამდენიმე დღის წინ ბერლინში საქართველოს და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ვიდრე გავარჩევდეთ იმას, თუ რა ინტერპრეტაციები მოყვა ამ განცხადებას ქართველი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, მე მაინტერესებს პირადად თქვენი აზრი, თქვენ როგორ გესმით ეს განცხადება? მოგესალმებით პირველ რიგში და დღეს წითელი პარასკევია და წუხარებით მარხვას გაუზიარებ ჩვენ ქრისტიან მაყურებელს. მე მესმის ეს განცხადება ძალიან პრობლემურად, ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის უკმაყოფილება ჩვენი ძალიან სერიოზული პარტნიორის, ესე აღვიქვა ამ განცხადებას. რატომ? აი სათხედავთ ამ უკმაყოფილებას? იცით რა თუ განვიხილავთ ამ განცხადებას სენატის განცხადების, ბასის განცხადების და ეხლა უკვე კლინტონის განცხადებების აი ამ რიგში ჩვენ დავინახავთ, რომ ეს არის ყოველ შემთხვევაში მე აღვიქვა ამას როგორც ძალიან სერიოზულ გაფრთხილებებს, რომელიც გამოწვეულია იმ უკმაყოფილებით, რომელიც ჩვენ ძალიან სერიოზულ პარტნიორებს აქვთ ხელისუფლების მიმართ. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან პრობლემურია ნებისმიერ შემთხვევაში თუ ეს არის მოწოდება იქეთკენ რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ან თუ ეს არის უბრალოდ მოწოდება მხოლოდ დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პრობლემური, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორი ჩვენით უკმაყოფილოა და შესაბამისად ჩვენ გვტოვებს ბევრად უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე. და ზოგადად რო შევხედოთ ამ ჩვენ დღევანდელ პოლიტიკურ ფონს, ხო? პრობლემები რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ რეკომენდაციების ფორმით გამოიხატება შეერთებულ შტატებთან, პრობლემები, ასევე მეგობრული პრობლემები ევროპასთან, დაძაბულობა რუსეთთან, დაძაბულობა ისრაელთან. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ ითარგმნება უშუალოდ ასე ვთქვათ ლანძღვაგინებაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ დღეს რომ ძალიან დაუცველები ვართ ბევრი საშიშროების წინაშე. ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოყვა სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებას. მაგალითად, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ყურში ჩურჩულის პოლიტიკა დაასრულეს და ღია განცხადებებზე გადავიდნენ. ლევან ბერძენიშვილის აზრით, ბოლო პერიოდში ამერიკელთა განცხადებების ტონი დიპლომატიურ ენაზე ფაქტობრივად ყვირილია. გიანოდია პოლიტიკურ დემაგოგიად მიიჩნევს იმის მტკიცებას, რომ ჰილარი კლინტონი საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებს. მე მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ რომელიმე აი ამ ინტერპრეტაციებიდან არის სიმართლესთან თქვენი აზრით რასაკვირველია ახლოს? მართლა ჩემთვის რთულია ამ ვითარების ახსნა კიდევ ერთხელ. ეხლა საქმე ისაა, რომ თუ ეს არის ჰილარი კლინტონის მოწოდება, რომ ჩვენთან უნდა ეს ხელისუფლება შეიცვალოს და სხვა ხელისუფლება მოვიდეს, ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ეს არის ძალიან უსიამოვნო. მიუხედავად ისა, რომ მე
მიუხედავად იმისა, რომ მე ხელისუფლების მომხრე არანაირად არა ვარ, მაგრამ სხვა ქვეყნის თუნდაც პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის მოწოდება ხელისუფლების შეცვლისკენ ჩემთვის პრობლემურად ჟღერს. თუ არა ეს რა შეიძლება რისკენ მოწოდება შეიძლება ეს იყოს? საქმე ისა თუ შეიძლება ეს არის, მაგრამ თუ ეს არის ძალიან პრობლემურია, მაგრამ რატომ ჩაგეკითხებით დიდი ბოდიში, აქ აქცენტი არის გაკეთებული 2012-2013 წლებზე. საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს დარჩეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. არ ფიქრობთ, რომ სწორედ ეს იწვევს ამერიკელების მხრიდან ესეთ ასე ვთქვათ, თითქმის პირდაპირ მითითებებს? ხო, და ეს არის ამას მოგახსენებთ, რომ ის რომ სააკაშვილს უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, ის რომ სააკაშვილმა მოახერხა, რომ ყველა მოინდურა ირგვლივ და ის რომ შესაძლებელია უკვე ისეთი ვითარებაა, რომ ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს პრეზიდენტი უნდა შეცვალოთ და ეს ადამიანი პოლიტიკიდან უნდა გაუშვათ, ეს ყველაფერი ჯამში ძალიან პრობლემურია. საქმე ისა, რომ კარგი ინტერპრეტაცია ამ განცხადების იქნებოდა შემდეგი, რომ ჩვენ ამერიკელები ბოლოს და ბოლოს იღებენ რა თავის თავზე იმ მისიასაც, სხვა შორის ბოკერიას კომენტარი იყო, ეს ტრადიციული მისია ამერიკული საგარეო პოლიტიკის, როდესაც ისინი დემოკრატიაზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ყველა ქვეყანასთან დემოკრატიაზე აქცენტირებით საუბრობენ ამერიკელები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ ბოკერია გულისხმობდა, რომ არაფერი არაორდინალური ამ განცხადებაში არ არის და ეს არის ჩვეულებრივი. ეთანხმებით თქვენ ამ მოსაზრებას? იცით რა შესაძლოა, ყოველთვის ესეთი ტიპის განცხადება იძენს მნიშვნელობას უკვე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. ესეთი განცხადება არ არის გაკეთებული მხოლოდ ხელისუფლების მიმართ. როდესაც ესეთი განცხადება კეთდება და ქვეყანა მზად არის, რომ ამ განცხადების საფუძველზე შეცვალოს თავისი პოლიტიკური წყობა ან რაღაც უფრო დემოკრატიული გახადოს, ეს რა თქმა უნდა ასე ვთქვათ ეფექტური იქნება, მაგრამ ჩვენ გავიხსენოთ დაუშვათ 2009-ში აქ ყოფია ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი და მისი კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიზაცია უნდა გაღრმავდეს საქართველოში. ამას ხო რეალურად არაფერი არ მოყვა. ანუ ხელისუფლება ცდილობს, რომ აი ეს განცხადება, შემაშფოთებელი განცხადება, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ გადააგოროს და მიაჩუმათოს და გააპიაროს, როგორც აი ხა დაიწყება ხელახალი დემოკრატიზაციის ტალღა, იმიტომ რომ 20 მეტრის მაგივრად 15 მეტრში შეგვიძლია მოვაწყოთ მიტინგები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ხელისუფლების არაადეკვატურობას. მაგრამ თავისთავად განცხადება კარგად რო აღვიქვათ მდგომარეობის შემდეგში, თუ შენ გინდა იყო ჩემი პარტნიორი, შენ უნდა შეიცვალო და შენ უნდა გახდე დემოკრატიული. მაგრამ ეს არის კარგი ინტერპრეტაცია განცხადების. ცუდი ინტერპრეტაცია განცხადების, რომ დაუშვათ უკვე სააკაშვილი აღარ შეგვიძლია, იმიტომ რომ სააკაშვილი მართლა ძალიან ბევრს აღარ შეუძლია და რამე ქენით ახლა, მან თორე ჩვენ დაუშვათ დაგტოვებთ. ორივე შემთხვევაში მე მგონი, რომ პრობლემური იქნება ამ განცხადებისა და ამ განცხადების თანამდები ფონი პოლიტიკურად საქართველოში, იმიტომ რომ მზად იმისთვის, რომ ეს განცხადება სწორი აღიქვა და შესაბამისი ცვლილებები განახორციელო, არ არის ჩვენი ხელისუფლება, თუნდაც ამ რეაქციებიდან ჩანს. და საერთოდ როგორ ფიქრობთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. შეცვლილია დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ბოლო პერიოდის მანძილზე, ანუ რაიმე განსაკუთრებულს ხედავთ, იმიტომ რომ გავიხსენებთ თუნდაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, იგივე ჯონ ბასის ტელემიმართვა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, ანუ არაერთი ისეთი დოკუმენტი გაჩნდა ბოლო პერიოდში, სადაც არის კრიტიკა, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, მაგალითად, რომ საქართველოში არის ელიტური კორუფცია. ანუ შეცვლილია ეს დამოკიდებულება, თუ ადრეც კეთდებოდა მსგავსი განცხადებები და დაუშვათ საზოგადოება ნაკლებად იყო საქმის კურსში. არა, გააჩნია რას ვადარებთ, ეხლა ჩვენ მე მახსოვს აბსურდული და ყოველად საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ზიანის მომტანი განცხადებები, როდესაც საქართველოს ეძახდნენ დემოკრატიის შუქურას. ამან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ დემოკრატიას რეალურად. იმიტომ რომ იქ როდესაც ჩვენ უნდა რეალურად დაგვეწყო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა და ბალანსების შექმნა, ჩვენ გვითხრესოთ, თქვენ ხართ უკვე იდეალი და მოდი ნუ ღარ გაინძრევით. ეხლა რაღაც სხვა საკითხებს მიხედეთ. და ეხლა რატომ შეიცვალა ეს დამოკიდებულება? ანუ ეს უკავშირდება იმას, რომ ამერიკის ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკური გუნდია? თუ იმას რომ საქართველოშია შეცვლილი? ამას ხდიან რამდენიმე ვარიანტით და ვერსიით. ლაპარაკი არის იმის თაობაზე, რომ არაბულენოვანი ქვეყნები, რომლებიც ასე ვთქვათ, გაიქცნენ პოლიტიკური დღის წესრიგიდან და ამერიკელებისთვის პრობლემა გახდნენ, აი იქ რა შეცდომაც დაუშვეს, როდესაც კონკრეტულ ინდივიდებზე ჰქონდათ დაუშვათ იმედი გადატანილი. ეს რო არ გამეორდეს შეცვალეს საგარეო პოლიტიკა, ეს ერთი ვერსია. ჩემთვის ეს განცხადებები არის ადეკვატური.
ჩემთვის მანამდე რა განცხადებიც კეთდებოდა, იყო არაადეკვატური, მაგრამ ის ვერსია, რომ დღეს დაინახა შეერთებულმა შტატებმა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება შეზღუდულია, რომ ელიტური კორუფცია, რომ დარღვეულია ბალანსი, რომ პარლამენტი შერჩევითი სამართალია, რომ პარლამენტში აქტიურად პარლამენტი არ ფუნქციონირებს როგორც დამბალანსებელი ორგანო. ამის მე არ მჯერა, რომ ამის მისასვლელად, ამის მისატანად თბილისიდან ვაშინგტონში შეიძლება მე-17 საუკუნეშიც არ დაგჭირებოდა 2 წელიწად ნახევარი, ხო? ანუ ამას ადრეც ხედავდნენ, მაგრამ არ ამბობდნენ. ანუ ალასანიას განცხადება იმის შესახებ, რომ ჩურჩულიდან გადავიდნენ ხმამაღალ განცხადებაზე, შეესაბამება სიმართლეს? ეს შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ მე მიზეზი ბოლომდე არ მესმის. იმიტომ რომ ის რომ თბილისში არბევდნენ მიტინგებს, იტაცებდნენ ხალხს, ცემდნენ რომ ტელევიზიების მისაკუთრება მიმდინარეობდა, ეს ხო მათ იცოდნენ, ჩვენ ხო მართლა გლობალურ სამყაროში ვცხოვრობ და მართლა არ სჭირდება ერთი ინფორმაციის, თუნდაც ერთი კონტინენტიდან მეორეზე მიტანას 2 წელიწადი, რაც ხდებოდა აქ 2009-ში, ხო? ან რაც მოხდა 2008-ში და საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს ხო ძალიან კარგად იცოდნენ. ეხლა რატო შეიცვალა ეს ხო? მაგრამ იქნება ამის მიზეზი არის ბატონო გიორგი იმაშიც, რომ მიხეილ სააკაშვილი მაშინ ახლად არჩეული იყო მეორე ვადით პრეზიდენტად 2009 წელს გულისხმობ. და ანუ შეიძლება მაშინ მათ მიერ გაკეთებულ ამ სახის განცხადებებს სხვა რეაქცია გამოიწვია. დღეს კი ახლოვდება არჩევნები. იმიტომ რომ მე გეკითხებით და თქვენ პასუხობთ უკვე. არა, ძალიან კარგი რესპონდენტი ხართ. მე უბრალოდ ერთ-ერთ მიზეზს ვასახელებთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს ყოფილიყო მიზეზი? იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების მხრიდან მაშინ გაცილებით სხვა სახის განცხადებების და დღეს გაცილებით მკაცრი პოზიციის გამოხატვის. ჩემთვის მართლა ძნელი საქმეა. შეიძლება მართლა არაბულენოვანმა სამყარომ დაანახა შეერთებულ შტატებს, რომ შეცდომები დაანახა. ხო, შეცდომა იმისა, რომ შენ არ შეიძლება ერთდროულად ამ შეერთებული შტატები მუდმივად დგას ამ არჩევანის წინაშე, იმიტომ რომ მათი საგარეო პოლიტიკა და მათი საგარეო პოლიტიკის რიტორიკა ყოველთვის იყო იდეალებზე ორიენტირებული. და იყო ორიენტირებული სწორედ დემოკრატიის იდეალებზე. თუმცა მათ ხდებოდა რუზველტის გამონათქვამის ზუკნიშვილია, მაგრამ ჩვენი ზუკნიშვილია. ბუნებრივია და ამავე დროს არსებობდა ბევრი ქვეყანა, რომელთანაც შეერთებულ შტატებს ჰქონდა სრულად რეალპოლიტიკური ურთიერთობები, არა იდეალებზე დამყარებული. ეხლა ეს ნაკლებად პრობლემური იყო ცივი ომის დროს, როდესაც მართლა სამყარო ორ ნაწილად იყო დაყოფილი. ცივი ომის მერე ეს ბევრად პრობლემური ხდება, იმიტომ რომ რატომ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, რატომ არ უნდა გააკრიტიკო დაუშვათ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არბევს იმედს, რომელიც არბევს მიტინგებს, რომლის პოლიციელებიც მიტინგებიდან იტაცებენ ხალხს და ცემენ. ხო, ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი დაზარალებულია აქედან. აი ამაზე თვალებიდან ხუჭოდა ილაპარაკო დემოკრატიაზე და ბალანსზე და სხვადასხვა ვერსიები უთხრა თვითონ ქართველებს, რომ იცით რა, მე ხო ბევრი მქონია, იცით რა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ხართ ბევრად უკეთესი ვიდრე აზერბაიჯანი და სომხეთი და მე არ მესმის რა мотиваცია იმასთან დაკავშირებით, რომ მე ჩემ უფლებებზე და თავისუფლებებზე ვთქვა უარი, იმიტომ რომ თურმე სომხეთში უფრო უარესად არის ვითარება. ეს ყველაფერი ორიენტირებული იყო იქეთ, რომ მოდი გაუხანგძლივოთ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნა. და იქნებით რომ ალტერნატივას ვერ ხედავდნენ მაშინ. რა თქმა უნდა ალტერნატივას ვერ ხედავდნენ, მაგრამ დღეს რა ალტერნატივას ხედავენ? მაგალითად საუბარია იმაზე, რომ 5 იანვრის არჩევნების შემთხვევაში დასავლეთი დაუჭერდა ოპოზიციას მხარს, თუ კი იქ იქნებოდა მათთვის მისაღები ლიდერი და რომ მიზეზი რომ არ დაუჭირეს მხარი ოპოზიციას და ანუ დაეთანხმნენ ლეგიტიმურად ცნეს არჩევნების შედეგები, იყო ის რომ ოპოზიციას არ ყავდა მათთვის მისაღები. გასაგებია, მესმის, მაგრამ ეს რამდენად ეს რთული პოლიტიკაა საწარმოებლად, იმიტომ რომ ქვეყანა რომელშიც შენ ხარ და დემოკრატიას ხადაგებ და ამავე დროს ამ ქვეყნის ხალხი ხედავს რომ რაღაცნაირად სხვა ღირებულებებით მოქმედებ, ხო? ბუნებრივია ეს ხალხი შენს მიმართ განხიბლულია. ეხლა თუ ამის გამოსწორებას ცდილობენ, მე ვფიქრობ რომ ძალიან ეფექტურია და ძალიან კარგია რომ ჩვენ უკვე კი არ გვიმალავენ იმ ჭეშმარიტებას რომელსაც ჩვენი თვალებით ვხედავთ, ხო? მოპარულ არჩევნებს, ადამიანის უფლებათა დარღვევას, გადავსებულ ციხეებს, ხო? არამედ გვეუბნებიან ამის თაობაზე. თუ ეს არის მიმართული იქეთ, რომ ჩვენ მართლა დემოკრატიულები გავხდეთ და რაღაცა გამოვასწოროთ, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია. თუ ეს არის მიმართული იქეთ, რომ სააკაშვილმა რაღაცაში ვერ მოიგო რომელიმე დასავლური ძალის ან ძალთა კოალიციის გული და ეხლა სააკაშვილს ასე ვთქვათ ჩვენი
მეშვეობით ყურს უწევენ და თითს უქნევენ. ანუ სუბიექტური მიზეზი ანუ რაღაცა სხვა მიზეზია. მაშინ ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ იქნება საქართველოში იქნება არა დემოკრატია, არამედ საქართველოში იქნება გარკვეული გარე ძალების მიერ გადაწყვეტილი. და თქვენ როგორ ფიქრობთ ისე? უფრო ობიექტურია მე დიმაკრო პირველი ვერსია. მე ნათლად ხედავდი, რომ იმ წლების განმავლობაში, როცა არ მიმდინარეობდა სააკაშვილის კრიტიკა, ეს იყო განპირობებული, იმიტომ რომ სპეციალურად ეს ტყუილი კეთდებოდა სააკაშვილისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ის სიმართლე, რომელიც ითქმება დღეს, არის მართლა სიმართლის გულისთვის და არა რაღაცა სხვა პოლიტიკური დღის წესრიგის გულისთვის. ბევრი რამის გამო შეიძლება იყო უკმაყოფილო სააკაშვილით, რომელიც ერთდროულად ახერხებს რუსეთს. ერთადერთი ჩინეთთან არა გვაქვს ცუდი ურთიერთობები, მაგრამ შეიძლება ეგეც მოვახერხოთ რუსეთთან, ისრაელთან. რატო ჩვენ ყოველსაყვედუროდ ჩინელებს ჩვენი კრიზისის შემთხვევაში ისინი ცანით დამნაშავებათ, იმიტომ რომ მათ დაიწყეს ჭამა და ხო, მათ დაიწყეს ჭამა, ხო, ჩინელები ალბათ არ იციან ამას და ალბათ შეიძლება გაბრაზდნენ ჩვენს და ამას წინ სმაც დაუწყიათ ჩინელებს და აი ამ ვითარებაში შეიძლება იყო უკმაყოფილო სააკაშვილით, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტის ანუ ძირითადად ოპოზიციური პარტიების მიერ გადაითარგმნება მართლა დემოკრატიული გარემოს გამოსწორების ფორმატში. და ისინი მართლა ამას თითზე კი არ დაიხვევენ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ, აი ეს კლინტონის განცხადება სააკაშვილის წინააღმდეგ წარმართონ. ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი არის, რომ ამ განცხადების მეშვეობით მან შექმნან უკეთესი დემოკრატიული გარემო და მე იმან გაიმარჯვოს, ვინც იქნება უფრო პოპულარი. ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნან? ყოველ შემთხვევაში შეეცადონ ამის გაკეთებას, იმიტომ რომ კლინტონის ან ბასის ან ევროსაბჭოს განცხადება, რომელიც მიმართული არის ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს განცხადება იდეაში თუ შენთვის ღირებული არის ქვეყანა, შენ ამას სააკაშვილის წინააღმდეგ კი არ გამოიყენებ, შენ ამას გამოიყენებ უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად. მაგრამ როგორ უნდა აშენონ გიორგი ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყანაში, როგორ უნდა დაამყარონ დემოკრატია, თუ არ იქნება ხელისუფლების ნება? იგივე რაზე გავლენას მოახდენს, თუნდაც ეს განცხადებები კლინტონის თუ სხვა პოლიტიკური ფიგურების თვითონ ხელისუფლებაზე? ანუ შესაძლებად მიგაჩნიათ, რომ მათ შეცვალონ თავიანთი ქმედებები, მათ შეცვალონ თავიანთი აღქმები, თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხს მივიღებ სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დრო. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს გიორგი მარგულაშვილთან. გიორგი, გავიმეორებ ძალიან მოკლედ ჩემ შეკითხვას. ანუ რამდენად მოახდენს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები ზეგავლენას ერთი და მეორე ოპოზიციამაც ამ პოლიტიკური ნების გარშე თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნა ინიციატივა, როგორ უნდა მოახერხოს ქვეყანაში დემოკრატიული გარემოს დამყარება? პირველ რიგში ხელისუფლებაზე გიპასუხებთ, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილზე ნამდვილად არ მოახდენს გავლენას. მე არ ამგონია, რომ სააკაშვილს რეალობის აღქმა აქვს ისეთი, რომ მაგალითად ეს არის ადამიანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ იბრძოლა რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთის ფედერაცია სერიოზულად ომში ჩაება ამ ქვეყანასთან. ასე რომ და ადამიანი, რომელმაც მოახერხა თუნდაც ისრაელთან სიტუაციის ესეთ დაცამა. მოახერხა ევროპელებთან სიტუაციის ეს არ არის ადამიანი, რომელიც რაღაცებს აი ესე საზღვრავს. ერთადერთი ღირებულება არის ძალაუფლება და ძალაუფლების დაკარგვა რა რთულია ჩვენ თუნდაც არაბულენოვან სამყაროში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების თუმცა შენარჩუნებაც არანაკლებ რთულია. შენარჩუნება რთულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ჩემი აზრით და ჩემი შეფასებით არა პიროვნულ დონეზე ვსაუბრობ, არამედ მისი გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების ანალიზიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ ჩემი აზრით ის ყველაფერს დადებს იმისთვის, რომ არ დაკარგოს ძალაუფლება. მეორეს მხრივ ხელისუფლებაში შეიძლება გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც რეალურად შეაფასებენ იმას, რომ ეს განცხადება ისე ვერ გადაგორდება, როგორც სხვა განცხადებები და ეს განცხადება შეიძლება მათთვის პრობლემა იყოს, მათი მომავლისთვის. მაგრამ როგორ შეუქმნის დასავლეთი თუნდაც ამ ხელისუფლებას, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი ქმედებები? რა პრობლემა შეიძლება დასავლეთმა ამაში ახლა უკვე გადავდივართ მეორე საკითხზე, რომ ეს განცხადება იქნება თუ არა რეზონანსული საქართველოში. განცხადება რეზონანსული არის საქართველოში, ხელისუფლების მხრიდან იქნება 100%-იანი მცდელობა, რომ ეს მიაჩუმათონ და გადათარგმნონ რაღაცა დემოკრატიის შემდეგ. ეს არ არის თან ერთჯერადი განცხადება? ხო, ეს არის წყება განცხადებების, ხო? ისინი შეეცდებიან, რომ ეს მიაჩუმათონ, მაგრამ მეორეს მხრივ თუ ამ განცხადებებს და ამ მოწოდებებს არ მოყვა ოპოზიციის მხრიდან ქმედითი საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესი, ეს განცხადებაც ჩაიკარგება. ძალიან რთულია ამ ვითარებაში, ბუნებრივია
ამის ყველაფრის თარგმნა პოლიტიკაში იმ ბალანსის დაჭერით, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანი. ანუ დიდი ბოდიში გაგაწყვეტებთ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ოპოზიციაზე მეტი პასუხისგებლობაა დღეს ვიდრე ხელისუფლებაზე? იმედი. დემოკრატიული პროცესების თვალსაზრისით. კი. იმედი მეტია. იმიტომ რომ ოპოზიცია დღეს ცდილობს მეტ-ნაკლებად სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება. მაინც მათი მთავარი მიზანი არის რომ დაუშვათ შეასუსტონ ხელისუფლება. შესაბამისად ისინი წამსვლელები არიან მეტ-ნაკლებად დემოკრატიული გარემოს შექმნისკენ. ეხლა ისინი რომ ხელისუფლებაში მოვლენ ანუ ისევ გულისხმობ თუ ხდება კედელი, ანუ პოლიტიკური ნება არ არის, ნუ ავიღოთ მაგალითად იგივე საარჩევნო გარემოზე უნდა დაძაბო პოლიტიკური გარემო. უნდა დაძაბო პოლიტიკური გარემო. როგორც არის პოლიტიკური მეთოდები დაძაბვის, ხო? ქუჩის აქციებით? ყველა ფორმით. და თუ ხალხი აღარ გადის ქუჩაში? მე ვფიქრობ, რომ უკვე გავა. საქმე ის არის ამ პოლიტიკურ სპექტს გაყვება? რომელმაც არაერთხელ გაუცრუა ეგზნელი საქმეა ეკა, მაგრამ მოდით ერთი წამიდან გვერდიდან შევხედოთ, რა ვითარებაა საქართველოში. საქართველოში არის უკმაყოფილება, უიმედობა, როგორც ხელისუფლებით, ასევე ოპოზიციით. ეხლა, როგორი უიმედო და უკმაყოფილო არის ქართველი, ასე ვთქვათ, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი. ის ამბობს, რომ მე გავყევი ოპოზიციას რამდენჯერმე და ოპოზიცია მე ფონს ვერ გამიყვანა. ხო? ამ ლაპარაკშივე იგულისხმება, რომ ვერ გაგიყვანა ფონს, იმიტომ რომ სააკაშვილს ყავდა ზურგი. ხო? არჩევნები გაუправა, მხარდაჭერა გამოთქვა, როდესაც შენ იმედი გქონდა, რომ შენ გირტყავდნენ და მიტინგიდან გიტაცებდნენ და გცემდნენ, ვიღაცა გამოგეხმაურებოდა, არ გამოგეხმაურა, არ თქვა, რომ ეს უმსგავსობაა, ხო? ანუ განცდა იყო, რომ სააკაშვილი არის მთელ დასავლეთთან ერთად და ოპოზიციას ძალა არ აქვს. ეხლა წარმოიგიდგენიათ, კი, რა თქმა უნდა, ოპოზიციაში იმედგაცრუებულია ადამიანი ამ ოპოზიციით, მაგრამ მეორეს მხრივ მას მიენცა ახალი რეალობა. ის ხედავს, რომ შეიძლება ის დასუსტდა უფრო. შესაბამისად შეიძლება ესენი უფრო გაძლიერდნენ. ისინი არ გამოიცვალდნენ, არ გახდნენ უკეთესები. მაგრამ დასუსტდა კი დღეს ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთმა შეცვალა დამოკიდებულება? რა თქმა უნდა, დასუსტდა, დასავლეთი იყო სერიოზული და არის სერიოზული პარტნიორი ამ ხელისუფლების და დასუსტდა ხელისუფლება, იმიტომ რომ საბოლოოდ ის სტრუქტურები, რომლებიც ის ორგანოები, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ბოლოს და ბოლოს სააკაშვილზე ამბობდნენ, სააკაშვილი ვინ არის, ისინი სააკაშვილს დადებით იმიჯს უქმნიდნენ. ხო, ისინი ამბობდნენ, რომ შეეშალა, მაგრამ გადადგა. კი, არღვევს, მაგრამ სომხეთზე უკეთესია, ან აზერბაიჯანზე უკეთესია. კი, იქ რაღაცა დანაშაულებია, მაგრამ ვითარდება. ეს რიტორიკა აღარ არის, ხო? ამ ფონზე ბუნებრივია, ხა მე არ ვამბობ, რომ ამით მას შეუსუსტდა დაუშვათ შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე ამას არ გულისხმობ. და ყისიერად, რა თქმა უნდა, ის ძალა, რაც ჰქონდა სააკაშვილს გუშინ და აქვს დღესაც. მაგრამ პერსპექტივის თვალსაზრისით ის ხალხიც, ვინც დგას სააკაშვილის გვერდით, ხო, აი ამის იმედი დგას, რომ ის დგას პოლიტიკური ლიდერის გვერდით, რომელსაც უკან უდგას ვაშინგტონი და დაუშვათ ევროპა, ხო? ეს ხო სუსტდება. ხო, ანუ სააკაშვილი ხო არ არის პალივოი გენერალი, რასაც ამბობენ, ხო, რომელიც აი თავისი ის რაღაცა ქარიზმით და იმიჯით მართავს, რომლის გვერდითაც სხვებიც ამიტომ დგანან, რომ ეს არის აი ამ ძალის წარმომადგენელი. ეხლა როდესაც ეს ძალა ნელ-ნელა ფერკმთავდება და ქრება, როდესაც ობამასთან დაძაბულობა გაქვს, როდესაც და არა გაქვს ისეთი ახლო ურთიერთობები, როგორც ბუშთან, რომელიც ამბობდა, რომ შენ ხარ ლამის ჯორჯ ვაშინგტონი. როდესაც თუნდაც ამერიკის ელჩი რეაქციას აძლევს ვეტერანების აქციის დარბევაზე, მაშინ როდესაც 7 ნოემბერმა ისე ჩაიარა, რომ პრინციპში ხმამაღალი განცხადებები არ გაკეთებულა. ხო, ნუ და მთელმა 2009 წელმა, როდესაც მართლა იტაცებდნენ ხალხს და ეს ხდებოდა რუსთაველზე, ხო? ამან ხო ჩაიარა და დღეს აღარ გადის. შესაბამისად, ის ხალხი, ვინც სააკაშვილის გვერდით დგას და ხა მილიარდები არაა გაკეთებული და იმის იმედი არ აქვს, რომ სადღაც რაღაცა, ასე ვთქვათ, თავშესაფარი ნახოს. ის ხალხი უკვე თავის მომავალზე იწყებს ფიქრს. და ამ თვალსაზრისით შესუსტება სააკაშვილის ხდება ნელ-ნელა, მაგრამ მთავარია, რომ ეს არ იყოს სააკაშვილის შესუსტება. თუ ჩვენ დავიწყეთ დასავლეთის, ასე ვთქვათ, რეაქციის თარგმნა სააკაშვილის შესუსტებაში, ჩვენ პრინციპში ქვეყნისთვის ცუდ რამეს ვაკეთებთ. ჩვენ უნდა ეს პროცესი გადავთარგმნოთ დემოკრატიული სტრუქტურების მშენებლობაში და არა მიშას გავუსწორდეთ. ეს მართლა ძალიან ცუდი იქნება. ანუ არ უნდა მოვახდინოთ ამის, ასე ვთქვათ, დაწვრილმანება ძალიან. რა თქმა უნდა, ხა სააკაშვილი მოსწონთ, არ მოსწონთ, მე როგორც ქართველს მინდა რომ მყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც მე ვენდობი და რამდენად ის მოსწონს თუ არ მოსწონს სხვას, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლომდე გადამწყვეტი არ არის.
თუ ის ჩემს ქართულ მიზნებს ახორციელებს თავის პოლიტიკაში. ეხლა თუ მოახერხებთ რომ სააკაშვილის შესუსტების ფონზე არა სააკაშვილს დავარტყავთ, არამედ უკეთეს ქვეყანას შევქმნით. ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან ძნელია, მართლა ძნელია, როდესაც არსებობს ესეთი დაძაბულობა. გიორგი, გასაგებია ის რაც ხდება ხელისუფლებაში და რა მიზნებით ამოძრავთ. ანუ აქ განპიროვნებულია ყველაფერი, არის სააკაშვილი და მისი გუნდი, რომლის შესახებაც საზოგადოებას საკმაოდ მკაფიო წარმოდგენა აქვს. ნუ ზოგს დადებითი, ზოგს უარყოფითი, თუმცა ამას არ აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა. მეორე მხრივ არის დანაწევრებული ოპოზიციური სპექტრი. დამეთანხმეთ, რომ ისეთი დანაწევრებული, როგორც არ ყოფილა წინა წლების მანძილზე. მოდით გავარჩიოთ, როგორები არიან დღეს ოპოზიციური პარტიები საქართველოში. მაგალითად ერთი ფრთა, ეს არის საარჩევნო ცვლილებების მომხრე ფრთა. მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება აი ამ პარტიების შესახებ, ანუ რა მიზნები აქვთ მათ და თქვენი აზრით რამდენ სწორია მათი ტაქტიკა? ძალიან მაშინ ისე ცოტა ზოგადად არ მინდა კონკრეტულად ვილაპარაკო პოლიტიკოსებს. არა, მე პიროვნებებზე არ ვხდ საუბარს, მე მათ მიმართულებაზე ვსაუბრობ და მათი მოქმედებების ტაქტიკაზე და სისწორეზე თქვენი აზრით. დიახ, მოგახსენეთ, ის რასაც ისინი საუბრობენ და ამბობენ, რომ მომავალი საქართველო არ უნდა იყოს საქართველოს ნაციონალური მოძრაობის გარეშე, არამედ იქ არსებული პოლიტიკური ლიდერებს აქვთ უფლება მომავალში ციცხოვრონ და ჩვენ უნდა კიდევ ერთხელ ქვეყნის გახლიჩისკენ კი არა, ერთიანი რაღაცა სივრცის შექმნისკენ წავიდეთ, ჩემთვის ძალიან ახლობელი და მისაღებია და ჩემთვის ძალიან მიუღებელია მე რამდენად დაყოფა კიდე საზოგადოებისა და გადაკიდება ერთმანეთზე მიშისტები, ზვიადისტები, შევარდნაძისტები და ისტებად. თუმცა მეორე მხრივ ხომ არ აგებს გიორგი ჩაგეკითხეთ უბრალოდ ეს პოლიტიკური სპექტრი, როდესაც მაგალითად ალასანია ხვდება გიგა ბოკერიას, ხშირად აყვედრიან მას ამას. ამით აგებს თუ იგებს ნაციონალური ოპოზიცია? იცით რა შესაძლოა? ალბათ აგებს, მაგრამ სწორი არის რომ შეხვდე გიგა ბოკერიას და სწორია რომ შეხვდე შენ პოლიტიკურ ოპონენტს და მასთან ერთად ილაპარაკო მომავალზე. ხვდებიან ერთმანეთს, როდესაც ომიც კი არის, ხო? ზავზე ან რაღაცა იმაზე, ორი მხარე ხვდება ერთმანეთს. ეს გაბუტვა ჩემთვის გაუგებარი არის პოლიტიკის ნაწილში, თორე პიროვნულ ურთიერთობებში შეიძლება გაებუტო. და აი ამ ვითარე, მაგრამ რა პრობლემა აქვს ამ ფრთას? ისინი არ ურტყავენ მუშტს მაგიდაზე, ისინი არ აჩვენებენ ძალას, ან ისინი არ ცდილობენ რომ იყვნენ ძლიერი. პოლიტიკა არ არის რაღაცა თეორია და მეცნიერება, სადაც შენ ვიღაცას დაუმტკიცებ, როგორ არის უფრო სწორი, ან რა არის უფრო მართალი. თუ შენ არ აგაკ იმის თავი, რომ დაარტყა მუშტი და რეალურად თქვა, რომ რეალურად ივაჭრო არა მხოლოდ განცხადებებით დასავლეთიდან, არამედ შენი ხალხით, რომელსაც ქუჩაში დააყენებ და არევ სიტუაციას. პოლიტიკა არის სიტუაციის არევა. პოლიტიკა არის გადაკეტვა, გაფიცვა, შევარდნა და ასე შემდეგ, ხო? კანონის ფარგლებში, მაგრამ ამის ყველაფრის აგრესიაში გადატანა. თუ ამას არ აკეთებ, შენ განცხადებს ძალიან ცოტა ფასი აქვს. და პრობლემა არის აი ესეთი დაყოფა, რომ არის მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკური ძალები ასოცირდებიან დასავლეთთან მეტად, ვიდრე დაუშვათ მეორე ფრთა ოპოზიციის. არ არის მათთვის ეს გარკვეული სიძლიერის რა თქმა უნდა სიძლიერის მაჩვენებელია, მაგრამ არასდროს ეს სიძლიერი არ შეიძლება, არ გამოვა. ჯერჯერობით არასწორიც არის. მე როგორც საქართველოს მოქალაქეს რა თქმა უნდა მიხარია, როდესაც აკეთებენ განცხადებას ამ ხელისუფლების მაკრიტიკებელს, მაგრამ იმ ახალ ცვლილებებში მე უფრო მნიშვნელოვანი უნდა ვიყო, ვიდრე დასავლეთიდან გაკეთებული განცხადება. კი, მნიშვნელოვანია, მაგრამ მე უნდა ჩამთო, იმიტომ თუ შენ ცვლილებას ჩემ გარეშე აპირებ, მაშინ ესე იგი გამოდის, რომ შენ ჰილარი კლინტონისთვის აკეთებ ცვლილებას და არა გიორგისთვის და ეგასთვის, ხო? და რეალურად ცვლილება ჩვენთვის უნდა გაკეთდეს. კი, ჰილარი კლინტონი ახლა დაუშვათ ჩემ მხარეს არის და მეხმარება, მაგრამ ჩემი საქართველოს მოქალაქემ უნდა შექმნას ახალი საქართველო. შესაბამისად, უნდა ჩამრთო მე ამ პროცესში და ჩამრთო აგრესიულად, რეალურად, ქუჩითაც, გამოსვლითაც, განცხადებითაც და 1000 კიდე სხვა ფორმით. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს ძალები უფრო გაძლიერდებიან თუ მეტად აქტიურები იქნებიან იგივე ხალხთან ურთიერთობაში. რა თქმა უნდა. კარგით, ახლა მეორე ოპოზიციური ფრთა ეს არიან ეგრეთ წოდებული რევოლუციონერი ოპოზიციონერები, ერთი მხრივ ეს არის ნინო ბურჯანიძე და სახალხო კრება, მეორე მხრივ არის ქართული პარტია. ნინო ბურჯანიძე არის მაღალჩინოსანი, პარლამენტის თავმჯდომარე ამ ხელისუფლების და მეორე მხრივ არის ირაკლი ოქროაშვილი, რომელიც რამდენიმე თანამდებობაზე იყო ისევ ამ ხელისუფლების ფარგლებში. თქვენი აზრით, რამდენად მისაღები არიან ეს ადამიანები თავიანთი პოლიტიკური დაჯგუფებებით საზოგადოებისთვის დღეს? ანუ რამდენად დამაჯერებელია ის, რომ ამ ადამიანებს საზოგადოებისთვის სურთ სიკეთე და არა დაუშვათ თვითონ ძალაუფლებაში მოსვლა?
ყველა პოლიტიკოსი უნდა ძალაუფლებაში მოსვლა და ეს მათი ლეგიტიმური უფლებაა, რომ ძალაუფლებაში მოვიდნენ. მაგრამ რა თქმა უნდა, მე როგორც ამომრჩეველს ან მე როგორც პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეს ისინი უნდა მაჩვენებდნენ, რომ ძალაუფლებაში მოსვლა ერთადერთი მიზანი არ არის, არამედ ჩემი ცხოვრების უზრუნველყოფა არის მათი ინტერესები, ასე ვთქვათ, ჩემი ნორმალური ყოფის უზრუნველყოფა მათი ინტერესებში შედის. ეხლა ამ ვითარებაში რამდენად მე ჯამურად ვამბობ, რომ ოპოზიცია სუსტია სამწუხაროდ. მე დიდი მწუხარებით მინდა თქვა, რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში ის დაპირისპირება, რომელიც არის ამ ორ ძალას შორის, არის ძალიან ცუდი, მართლა ძალიან ცუდი. როგორც პოლიტიკისტვის, ეს ვისი სისუსტის მაჩვენებელია? არ ვიცი ეს რისი მაჩვენებელია. რისთვის იბრძვიან ისინი? კონკურენცია რისთვის მე მიდის? ვხვდები, ეს წარმოუდგენლად არა. რისთვის იბრძვიან არ მესმის. მაგრამ რო იბრძვიან და მეტიც ეს გადააქვთ მედიაში, ეს შეიძლება რაღაცა არის მოსაგები, წასაგები ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდია და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ეს ჩაწყნარდეს და მეტი აღარ იყოს. ძალიან კარგი იქნებოდა. ეს კარგი იქნებოდა არა მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალებისთვის, არამედ ჩვენთვისაც, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოპოზიციაზე იმედს უნდა ვამყარებდეთ და არა როგორც რაღაცა კინოვარსკვლავების ცხოვრებას განვიხილავდეთ მათ შეტაკებას. ესეთი ტიპის მედია ხო უფრო საინტერესოა რაღაცა ჯექსონზე რო იყო ან იმაზე რა ქვია ის. ნუ აი ამდენად ეს არ არის, ისინი პოლიტიკურ განცხადებებს უნდა აკეთებდნენ და პოლიტიკურ ქმედებებში უნდა გადადიოდნენ. ვიდრე ერთმანეთს ლანძღავდნენ და ძალიან სამწუხაროა ეს ხდება. ეხლა ამასთან ერთად ისინი მაინც დადებით როლს თამაშობენ ამ პროცესში, იმიტომ რომ აი ეს დაძაბულობის უნარი, რაც სამწუხაროდ რვიან საკლია, ხშირად მინახავს რვიანის პოლიტიკოსები ეუბნებოდნენ ხოლმე, აი თავიანთ კოლეგებს ამ უფრო რადიკალური ფრთიდან, რომ კარგია რომ თქვენ არსებობთ, იმიტომ რომ ჩვენი გზალა გვეძლევა მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც თავისთავად აი ძალიან ისეთი ცუდი განცხადება, რა გინდა ეხლა შენ ვიღაცა რომ გარეთ რომ აშინებდეს ამ ხალხს, შენ თვითონ უნდა იყო ხო შემშინებელი, ხო? როდესაც იმ მოლაპარაკების მაგიდასთან მიდიხარ, იმით კი არ უნდა აშინებდე რაღაცა ბურჯანაძის და გაჩეჩილებით. ამით შენ თვითონ საშიში უნდა იყო. მაგრამ ბურჯანაძის და გაჩეჩილზე არიან რეალურად ხელისუფლებისთვის თქვენი აზრით დღეს საშიშები? ეგა ისეთი მძიმე ვითარება, კიდე ერთხელ მთელი მსოფლიო ფაქტიურად გადავიკიდეთ, ხო? ეხლა აი ამ ვითარებაში ვინ შეიძლება რომ საშიში არ იყოს? როდესაც აი მთელი მსოფლიო გადავიკიდეთ. კი ვიღაცები კიდე ამბობენ რომ ჩვენ თქვენი სტრატეგიული პარტნიორები ვართ, მაგრამ ჩვენზე გამომსარჩელებელი აი ვინ არის რეალურად? ეხლა რომ წარმოგიდგენთ საქართველოს გაუჭირდა და აი ვინ? ბუშმა ვერ ისაქნა, რა ქვია, ვერ გადაწყვიტა ეგ პრობლემა 2008-ში და ეხლა მაგრამ სად ჩანს რომ ესენი ძაბავენ სიტუაციას? ანუ ასახელებენ თარიღებს, შემდეგ უკან მიაქვთ ისევ ეს თარიღები, ასახელებენ მორიგი განცხადების გასაკეთებელ თარიღს. ან ძაბავენ სიტუაციას. სად ჩანს სიტუაცია? ეს ის ხალხი, ეს რვიანის ხალხი ეუნება ხელისუფლებას, რომ ჩემი კი არ გეშინია, მაგრამ იმათი გეშინოდეთ. არავინ არაფერს არ ძაბავს. ძაბავს ისა, რა ქვია, შეერთებული შტატები ძაბავს სიტუაციას, თორე ვინ ძაბავს? აი ისინი არ ძაბავენ სიტუაციას. არც ისინი კიდე კაი ახლა რა თქმა უნდა რადიკალური ეგეთი დაძაბავს ქვეყნისთვის ძალიან საშიშია დღეს, მაგრამ ღვთისმადლით არავინ არ ძაბავს და არ მიყავს ქვეყანა დაუშვათ სისხლის გულამდე, მაგრამ მე მაგას ვამბობ, მე სწორედ მაგას ვოცნებობ, რომ რაღაცა მშვიდობიანი დაძაბულობა მოხდეს და ეს დაძაბულობა განახორციელონ კონსტრუქციული თვალსაზრისით. იმისთვის რომ შეიქმნას უკეთესი გარემო. რა თქმა უნდა ცუდია მართლა დაძაბულობა და მართლა ეს ერთმანეთის ყელის გამო. კიდევ ერთი მომენტი, ანუ რევოლუციური ძალები ასოცირდებიან რუსეთთან. ანუ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში არეულობა შედის რუსეთის ინტერესებში. ვრცელდება ვერსიები იმაზეც, რომ თუ საქართველოში რეალურად დაიწყება რაიმე პროცესები, იგივე როლს, რაც დაუშვათ ლიბიაში შეასრულა დასავლეთმა, ნატომ და ევროპულმა სახელმწიფოებმა, საქართველოში თავის თავზე აიღებს რუსეთი. და მას ამაზე ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის, სწორედ იმის გამო, რომ დაუშვათ იგივე ლიბიაში ჩარეულია დასავლეთი. ხო, ნუ ლიბიაში რუსები ძალიან ლიბიაში და მთელ ამ პროცესებში ძალიან პასიურები იყვნენ. რა თქმა უნდა, თუ ვინმე ჩარევას მოიფიქრებს ის, რომელსაც ჩემ ტერიტორიაზე უდგას სამხედრო ბაზები, ხო? ბუნებრივია. საერთოდ რომ თეორიულადაც რომ ვიგულისხმოთ, რომ რუსებს არ უნდათ, ბუნებრივად ისინი აქ არიან და მათ თხოვენ ჩარევას. სხვა ვარიანტია, ანუ რუსების გარდა სხვა ჩამრევს, მაგას გეუბნებოდით, რომ მე საერთოდ ვერ ხედავ, რომ სხვა ვინმე ჩაერევა საერთოდ. ნუ რუსები ჩაერევიან. რა თუნდაც რუსებს ჩარევა ბოლომდე მე დღემდე არ მესმის. ან ცხინვალი რა თუნდათ რუსებს, ნუ სოხუმი კიდე შეიძლება რამეში ნდობოდათ, მაგრამ რა უნდა და პრეზიდენტ მედვედევს დაკრობილ ცხინვალში და რა ზეიმობდა ბოლომდე მე ვერ ხვდები. ან ნუ აი რაც უბედურება გააკეთეს, გარდა იმისა, რომ ქართველებს ატკინეს და ქართველებს პრობლემა შეუქმნეს.
თუ ეს ძალები გეგმავენ რუსეთთან ესეთ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ეს ისევე ცუდი და ტრაგიკულია, როგორც ნებისმიერ შემთხვევაში შენი ქვეყნის წინააღმდეგ სხვა ქვეყნის წარმომადგენლის იარაღით, ხო რუსები ხო იარაღით ჩაერევიან, თორე რუსებს რაც ჰქონდათ არა იარაღის რესურსი. იღამაზია სწორედ ამ ჩარევაზე. ხო და ნუ ბუნებრივია, ხა ეს იქნება კოშმარი და კატასტროფა და ძალიან, ასე ვთქვათ, ისტორიულად სამარცხვინო საქციელი თუ ვინმე რუსებს ჩარევს. მე არ ვამბობ მოლაპარაკების თვალსაზრისით, მოლაპარაკება უნდა რუსებთან მიმდინარეობდეს, რა თქმა უნდა. და ეს უნდა იყოს ხელისუფლების და ოპოზიციის მიზანიც, რომ რუსებს ელაპარაკონ. და ეს ძალიან კაი თუ ვინმე რუსებთან ლაპარაკობს, მაგრამ რუსების ჩარევა იარაღით, ნუ ეს ტრაგედია იქნება. მე არ მგონია, რომ ამაზე ესე იოლად წავიდეს ამდენი ადამიანი. კიდევ ერთი ვერსია, რომ იგივე არეულობა, ანუ რევოლუციური პროცესები ქუჩაში შესაძლოა ხელს აძლევდეს ხელისუფლებას, რომელიც სწორედ რუსული ნიშნით დისკრედიტაციას მოახდენს ქუჩის ოპოზიციის, დაიჭერს მათ დიდ ნაწილს. მეორე მხრივ გაანეიტრალებს საარჩევნო პროცესს და მოიგებს ისევ ხელისუფლება. კი, ამის საშუალებას მივხედავ. ამის საშუალებას მივხედავ, მაგრამ ამასაც ვერ ხვდები, რატომ ვინმე უნდა გაურიგდეს ხელისუფლებას. უბრალოდ საქართველოში ძალიან რთულია ხოლმე რაღაცა ვითარების ანალიზი, იმიტომ ძალიან ხშირად ის ხალხი, ვინც მოქმედებს, კი არ ფიქრობს, არამედ მოქმედებს. ანუ რეალურად რომ დაფიქრდე, რატომ უნდა გინდოდეს რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს, რომ გაურიგდე ხელისუფლებას, რომ მე ხალხს გამოვიყვანე, გაპონის როლი ითამაშო, ხალხს გამოვიყვან ქუჩაში, მე შენ ეს ხალხი დაიჭირე, კიდევ უფრო დაატერორე და კიდევ უფრო დაგჩაგრებ. ვიდრე უკვე დაჩაგრებ. მაგრამ ეს გარიგების გარეშეც ხომ შეიძლება მოახერხოს ხელისუფლებამ? რა თქმა უნდა შეიძლება მოახერხოს და რა თქმა უნდა ხელისუფლება ძალადობაზე წავა. უბრალოდ ამიტომ ვამბობ, რომ ძნელია ამ პროცესის წარმართვა, იმიტომ რომ ის ჯგუფები, ვინც იქნებიან და იმოქმედებენ, ამიტომ მათ უნდა ზუსტად გაითვალონ, რა ძალა გააჩნიათ ხელში და რა რესურსი გააჩნიათ. რა თქმა უნდა რთულია. მაგრამ ხალხი ქუჩაში საერთოდ არ გამოიყვანო. ეს ნიშნავს აი იმ აბსურდზე, რომელიც საქართველოში არის, ხელის მოწერას შენი შვილების და შენი შვილიშვილების სახით. ან ფიქრობთ, რომ ამის გარეშე ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხერხდება? ხელისუფლების შეცვლა რა თქმა უნდა ვერ მოხდება ზეწოლის გარეშე. ხო ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილი არ არის დემოკრატი ლიდერი. ამას უკვე დასავლეთიც ამბობს, ხო? ნათლად ჩანს. მედიას აღარ მინდა აი ამ რაღაცა იმის ჩამოთვლა, ხო? ამის ფონზე ჩანს, რომ ამ პოლიტიკოსისთვის შესაბამისად რამდენიმე ადამიანისთვის მის გვერდით თავარი ღირებულება არის ძალაუფლება და ძალაუფლების შენარჩუნება. ესეთი ადამიანი ნებით, რა თქმა უნდა, არ მედის, მაგრამ ძალადობაც არსებობს სხვადასხვა ფორმით. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს პოლიტიკური კულტურა ისეთი მაღალია, რომ დაუშვათ განდის გზით შეგვიძლია სული მშვიდობის და დათმენის გზით ძალადობა განვახორციელოთ. მაგრამ პოლიტიკური ძალადობა მშვიდობიანი გზით უნდა განვახორციელოთ. შეიძლება მაგდონემდე არა, მაგრამ ყოველთვის უნდა მე ვფიქრობ გვეშინოდეს რაღაცა ექსტრემამდე მისვლის, იმიტომ რომ იქ მართლა ძალიან ბევრი საშიშროება. ჩვენ ხო დამცველები რეალურად აღარ ყავს, ხო? რო შევხედოთ რა ვითარებაც არა. და ამდენად რა ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ მოხერხდება აი ამ განცხადებების, ჯერ ესეთი იმედი მაქვს, რომ ამ განცხადებების უკან მართლა დგას დემოკრატიული დღის წესრიგი და არა სააკაშვილით, როგორც პოლიტიკოსით უკმაყოფილება. და მეორე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია, ხელისუფლების იმედი მაქვს 0, რომ რამეს მიხვდება, ან რამე ესე იგი დემოკრატიული ემოცია გაუჩნდებათ, მაგრამ ქართული ოპოზიცია შეძრებს ეს თარგმნს არა სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ თარგმნს ქვეყნის სასარგებლოდ. დიდი მადლობა. მადლობა. გიორგი მარგოლაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მე წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენ ერთმანეთს სამშაბათს 10 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.